წყალში შეფარება. ჭეშმარიტი მოზღურის გარეშე ეხლაც ვერ გადაგვიყვანს უბედურებაში. თქვენი ჭეშმარიტო მოუწყარმა, აი როგორც თქვენ ეძახით ჭეშმარიტი მოუწყარ. წმინდა წერილები უნდა იცოდეს ყველა კათოლიკოსი და ყველა რელიგიის ყველა წმინდა წერილი. როცა მან ვედები იცის ყველა წმინდა წერილი იცის. ხსნის ყველას. მე ანუ იცის კითხვა მინდა. უნდა იყოს გათვითცნობიერებული აბსოლუტურად ყველა რელიგიაში. ყველა რელიგიის მთავარ პრინციპები უნდა იცოდეს, რომ მაგალითად რომ მაგის პასუხიდებს აი ამ თქვენი კითხვის პასუხიდებს ესეთ კითხვის პასუხიდებს ესეთ თემაში. ერთ პატარა წინადადებაში. ყველა რელიგია წარმოვიდა ვედებიდან. ყველა რელიგია აბსოლუტურად წარმოვიდა ვედებიდან. ეს იქნება ქრისტიანობა, ეს იქნება მართლმადიდებლობა, ეს იქნება ბუდიზმი, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. წყარო. ყველა რელიგიის წყარო. თუ წყარო იცი, დანარჩენიც იცი. ყველა რელიგიის წყარო არის ვედები. მეორე მომენტი ის რელიგია შემთხვევით არ ხდება, ანუ ის რასაც შეგვიძლია ვეძებთ ხო? იმიტომ რომ თვითონ მომხალი მოდის მატერიალურ ეს რელიგია და ქრისტიანობის ერთი შემთხვევა არის, ბევრი შემთხვევა, ინკარნაცია მოდის უფლის და მოაქვს აი იმ ადგილის, იმ დროის, იმ ვითარების და იმ მენტალიტეტის ხალხისთვის, აი ეს წმინდა წერილი, რომ რაღაცა ჩარჩოში, რაღაცა კანონში მოექცევს ეს ხალხი, თქვათ რაღაცა გადასული ეს ცხოვრება. ხო, ეს ხდება რელიგია ჩარჩოში შეგვიძლია. ხო, აი ფაქტიურად. აი ეს ხდება სპეციალურად აკეთებს ამას ღმერთი, რომ ეს ხალხი რაღაცა თლად აი ამ ილუზიაში ბოლომდე არ ჩავარდეს. ძალიან ცხოველურ დონეზე. ადამიანი ცხოველის დონეზე არ დადეს. ცხოველს შეუძლია საყურებლად. ხო, ადამიანს შეუძლია და თუ ადამიანი რეინკარნაციის პრინციპს ცნობს და თუ გაიგებს რა არის რეინკარნაცია, იმასაც მიხვდება რომ ადამიანის ხელი ეს იშვიათი საჩუქარი. ანუ სული როდესაც მოდის ადამიანის ხელში, ეს იშვიათი საჩუქარი და ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს ხელს. მხოლოდ ადამიანის ხელში შეგვიძლია გავაკეთოთ რეალიზაცია, ხო? გავიცნობთ ყველაფერი და მივხვდეთ რომ ვინა ვართ, მასთან ურთიერთობა დავახაროთ, რომ მივხვდეთ ვინა ვართ. ეს ძალიან საინტერესოა. და მე მაქვს ძალიან ისეთი კითხვა. არ ვიცი. თქვენ ანუ არა, რომ საუბრობდით ან თქვენ თქვით რომ იყავით ანუ ქრისტიანები